სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხური პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი და ამავე დროს გარდამტეხი ფიგურაა. მისი გზა ხელისუფლებამდე არ იწყება პარტიულ კაბინეტებში, ის იწყება ჟურნალისტიკაში, ქუჩასა და პოლიტიკურ წინააღმდეგობაში. დღეს ორ ნაწილად მოგიყვებით მის ისტორიას. ფაშინიანი როგორც ზურგჩანთიანი ჟურნალისტი რევოლუციამდე და უკვე ქვეყნის ლიდერი 2018 წელს სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ დარიოს YouTube არხი და თუ მოგწონთ, რასაც ვაკეთებთ, გამოიყენოთ ღილაკი join, რათა გაუმჯობესდეს დარიოს ვიდეოების და ლაივების ხარისხი და უფრო მეტი ენთუზიაზმი მიეცეს დარიოს ენთუზიასტებს. ფაშინიანი დაიბადა 1975 წელს სომხეთის ჩრდილოეთ რეგიონში. სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, თუმცა სწავლა ოფიციალურად ვერ დაასრულა. პოლიტიკური აქტივობა და მედია საქმიანობა უნივერსიტეტზე ადრე გახდა მისთვის უფრო მთავარი. უკვე ახალგაზრდობიდან მუშაობდა ოპოზიციურ მედიაში, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებდა კორუფციას, ძალაუფლების მონოპოლიასა და ოსტაბჭოთა ელიტებს. ფაშინიანი უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სტუდენტი იყო, თუმცა მისი აკადემიური გზა მოულოდნელად შეწყდა. 1995 წელს, როდესაც ის უკვე მეხუთე დამამთავრებელ კურსზე იყო და სულ რამდენიმე დღე აშორებდა სახელმწიფო გამოცდებამდე, ის სასწავლებლიდან გარისხეს. ოფიციალური მიზეზად გაცდენები დასახელდა, თუმცა რეალური მიზეზი მისი მწვავე ჟურნალისტური საქმიანობა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის კრიტიკა იყო. ფაშინიანი უკვე მაშინ წერდა სტატიებს, სადაც ამხელდა კორუფციას საგანმანათლებლო სისტემაში. ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა აკოფიანი პროფესიით ასევე ჟურნალისტია. ისინი უნივერსიტეტში სწავლისას შეხვდნენ ერთმანეთს. ანა წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გაზეთს AIK-კან ჟამანაკს. 2018 წლის რევოლუციის დროს ის ქმრის გვერდით იდგა ქუჩაში, მოგვიანებით კი ყარაბაღის ომის დროს მან შექმნა ქალთა რაზმი ერატო. მათ ყავთ ერთი ვაჟი და 3 ქალიშვილი. როგორც ჟურნალისტი, ფაშინიანი სწრაფად იქცა სისტემის მტრად. ის საჯაროდ ამხელდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, არჩევნების გაყალბებას და ძალოვანი სტრუქტურების ბოროტად გამოყენებას. 2008 წელი სომხეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სისხლიანი და მძიმე წელია. ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებით დაიწყო. ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ორატორი ნიკოლ ფაშინიანი იყო, აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა სერჟ სარქისიანის სასარგებლოდ. ნიკოლ ფაშინიანი არ იყო უბრალო მონაწილე. ის იყო საპროტესტო აქციების მთავარი მობილიზატორი. მისი ემოციური გამოსვლები თავისუფლების მოედანზე ხალხს მოუწოდებდა ბრძოლისკენ, ყარაბახული კლანის წინააღმდეგ. 2008 წლის 1 მარტს გამთენიისას პოლიციამ და ჯარმა ძალის გამოყენებით დაშალა მომიტინგეები. შეტაკებების შემდეგ 10 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. ხელისუფლებამ მომხდარში ბრალი ოპოზიციის ლიდერებს დაასწრო. ნიკოლ ფაშინიანის ბრალად წაუყენეს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა. დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად ფაშინიანი იატაკქვეშეთში გადავიდა. ის თითქმის წელიწად ნახევარი იმალებოდა. საინტერესოა, რომ მიმალვაში ყოფნისას ის მაინც ახერხებდა სტატიების წერას და გაზეთის რედაქტირებას, რითაც ხელისუფლებას აგიჟებდა. 2009 წლის ივლისში მან სრულიად მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. ის თავად გამოცხადდა პროკურატურაში და ჩაბარდა. სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ციხეში ყოფნისას ფაშინიანი აცხადებდა, რომ მასზე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა, თუმცა ის არ გატყდა. მან საპყრობილე 2011 წელს საერთაშორისო ზეწოლისა და გამოცხადებული ამინისტიის შედეგად დატოვა. ციხიდან გამოსვლიდან სულ რაღაც 1 წელიწადში 2012 წელს ფაშინიანი სომხეთის პარლამენტის დეპუტატი გახდა. სომხეთის ეროვნული კონგრესის სიით. ეს იყო მისი პირველი ოფიციალური პოლიტიკური ტრიბუნა. პარლამენტში მან თავი დაიმკვიდრა როგორც ყველაზე მწვავე და დაუნდობელმა ოპონენტმა. მისი გამოსვლები, სადაც ის მინისტრებსა და ოლიგარქებს კორუფციაში ამხელდა, ინტერნეტ ჰიტებად იქცეოდა ხოლმე. 2017 წლის არჩევნებში ფაშინიანმა უკვე საკუთარი ალიანსით, ელკით, რაც ქართულად გამოსავალს ნიშნავს, მიიღო მონაწილეობა და ქვეყნის მასშტაბით ხმების 7.8% მოიპოვა. 2018 წელს მოხდა დიდი გარდატეხა, როდესაც სერჟ სარქისიანმა კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ პრეზიდენტობიდან პრემიერ-მინისტრობაზე გადაინაცვლა. საზოგადოებამ ეს აღიქვა როგორც ძალაუფლების უზურპაცია. ამ დროს დაიწყო მასობრივი პროტესტი, ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი რევოლუცია. სერჟ სარქისიანის ხელისუფლება სომხეთში პრაქტიკულად განიხილებოდა როგორც კრემლის პოლიტიკური გაგრძელება სამხრეთ კავკასიაში. ის უფრო მოსკოვის ინტერესების გამტარებლად ითვლებოდა, ვიდრე სომეხი მოქალაქეების წარმომადგენლად. ფაშინიანი იმ პროცესში არ იყო კლასიკური პოლიტიკური ლიდერი მაღალი რეიტინგით. პირიქით, ის იყო ქუჩის ლიდერი, რომელიც ფეხით დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, პირდაპირ ეთერში საუბრობდა მოქალაქეებთან. საკუთარ თავს არ წარმოაჩენდა როგორც მესიის ფიგურას. სწორედ ამ
ავთენტურობამ და სისტემისგან განსხვავებულობამ მოუტანა მას ფართო მხარდაჭერა. საზოგადოებამ დაინახა ადამიანი, რომელიც არ ეკუთვნოდა ძველ ელიტას. 2018 წლის აპრილ-მაისში სომხეთმა აჩვენა მსოფლიოს, რომ ზურგჩანთით, კეპით და მტკიცენებით შესაძლებელია 10 წლეულების მანძილზე ავტორიტარული კედლის დანგრევა. ახლა როგორ მოხდა რევოლუცია? 2018 წლის მარტში ნიკოლ ფაშინიანმა დაიწყო საპროტესტო კამპანია ჩემი ნაბიჯი. ის ქალაქ გიუმრიდან ფეხით დაიძრა ერევნისკენ. ამ მსვლელობის მიზანი იყო მოსახლეობის გამოფხიზლება. 2 კვირის თავზე ფაშინიანი და მისი მომხრეები ერევანში შევიდნენ. დაიწყო ქალაქის ცენტრალური მოედნების, ქუჩებისა და სახელმწიფო შენობების ბლოკირება. 17 აპრილს მიუხედავად პროტესტისა, პარლამენტმა სერჟ სარკისიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია. იმ დროისთვის სომხეთი უკვე საპარლამენტო რესპუბლიკა იყო, რაც პრემიერს ქვეყნის პირველ პირად აქცევდა. პროტესტი იმ დღიდან კიდევ უფრო გამწვავდა და 22 აპრილს შედგა ფაშინიანისა და სარკისიანის ხალმოკლე შეხვედრა პირდაპირ ეთერში, რომელიც ჩაიშალა. აქედან რამდენიმე საათში ფაშინიანი დააკავეს. ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია 100,000-ობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლა. გადამწყვეტი დღე გახდა 2018 წლის 23 აპრილი, როცა სარკისიანი გადადგა. მან შემდეგი სიტყვებით აღიარა მარცხი. ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევწდი. აქედან 2 კვირის თავზე 2018 წლის მაისში პარლამენტმა ხალხის ზეწოლის შედეგად ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩია. ხშირად ისმის კითხვა, როგორ გახდა ფაშინიანი ლიდერი თუ მას არჩევნებში დიდი პროცენტი არ ჰქონდა. რეალობა ისაა, რომ 2018 წლამდე ის სტაბილური 7-8%-იანი ოპოზიციონერი იყო. თუმცა ციფრების მიღმა იმალებოდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ფაშინიანი იყო ლიდერი, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი პერსონალური რეიტინგი, როდესაც 2017 წელს მათ დედაქალაქში 11,000-ზე მეტი ხმა აიღო. ნათელი გახდა ის, რომ ის იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო ხალხის ქუჩაში გაყვანა. 2018 წლის რევოლუციამ ეს 7%-იანი ერთ თვეში 90%-იან ნდობად გადაიქცა. ეს იყო აფეთქება, რომელმაც აჩვენა, რომ ხალხი არა პარტიას, არამედ იმ ადამიანს ენდო, რომელიც წლების განმავლობაში 7%-იანი ტრიბუნიდანაც კი არ წყვეტდა სიმართლის თქმას. ნიკოლ პაშინიანის პრემიერობის პერიოდში ყარაბაღის კონფლიქტი შევიდა ყველაზე დრამატულ და ტრაგიკულ ფაზაში სომხეთის უახლეს ისტორიაში. ფაშინიანმა ხელისუფლება ჩაიბარა 2018 წელს, როდესაც კონფლიქტი გაყინულ მდგომარეობაში იყო. საზოგადოებაში არსებობდა ილუზია, რომ არსებული სტატუს კვო შენარჩუნდებოდა. თუმცა რეალობა სწრაფად შეიცვალა. 2020 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა მთლიანი ყარაბაღის მიმართულებით, რაც გადაიზარდა 44 დღიან ომში. ამ ომში გადამწყვეტი როლი ითამაშა ილჰამ ალიევის და რეჯეფ თაიპ ერდოღანის სტრატეგიულმა ალიანსმა. თურქეთმა აზერბაიჯანს მიაწოდა თანამედროვე შეიარაღება, უპილოტო დრონები, სამხედრო მრჩევლები და პოლიტიკური მხარდაჭერა, რამაც მთლიანად შეცვალა ძალთა ბალანსი. სომხური მხარე აღმოჩნდა ტექნოლოგიურად და სტრატეგიულად მომზადებელი. პაშინიანის მთავრობა ელოდა, რომ კრიტიკულ მომენტში რუსეთი როგორც სამხედრო მოკავშირე ჩაერეოდა, თუმცა ეს არ მოხდა. ვლადიმირ პუტინმა კონფლიქტში ჩარევა მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც სომხეთის სამხედრო მარცხი უკვე გარანტირებული იყო. შედეგად სომხეთმა დაკარგა ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილი და იძულებული გახდა ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელიც სომხურ საზოგადოებაში კაპიტულაციად შეფასდა. ეს მოვლენა პაშინიანის ხელისუფლების ყველაზე მძიმე პოლიტიკურ და მორალურ კრიზისად იქცა. მიუხედავად ამისა, პაშინიანმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და პირველად საჯაროდ განაცხადა ის, რაც მანამდე სომხურ პოლიტიკაში ტაბუ დადებული იყო, რომ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე უპირობო დაყრდნობა შეცდომა აღმოჩნდა და სომხეთს სჭირდება ახალი საგარეო უსაფრთხოების სტრატეგია. მარცხის მიუხედავად, ფაშინიანმა მოახერხა პოლიტიკური გადარჩენა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რასაც რეალ პოლიტიკა ეწოდება. მან დაიწყო რთული, მაგრამ პრაგმატული პროცესი აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ, რაც სომხურ საზოგადოებაში დიდი წინააღმდეგობას იწვევს, თუმცა გეოპოლიტიკურად ახალ რეალობას ასახავს. ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რასაც ბევრი შეუძლებლად მიიჩნევდა. 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში მსოფლიომ დაინახა კადრი, რომელიც ისტორიაში შევა. ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას მშვიდობისა და კეთილმეზობლობის შესახებ. ეს არ იყო უბრალოდ მორიგი შეხვედრა. ეს მოხდა აშშ-ს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უშუალო ჩართულობით. ტრამპმა თავისი დამახასიათებელი პირდაპირი დიპლომატიით შეძლო მხარეების მიყვანა იმ წერტილამდე, სადაც ეკონომიკურმა ინტერესებმა და რეგიონალურმა სტაბილურობამ ომის რიტორიკა დაამარცხა. ვაშინგტონში ხელმოწერილი ეს ფაქტი არის რუსული გავლენის დასასრული და სიმბოლურია, რომ კავკასიამ მშვიდობის გარანტად არა მოსკოვი, არამედ ვაშინგტონი აირჩია. დონალდ ტრამპმა ამ შეხვედრას ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კავკასია უნდა გახდეს ენერგეტიკული და ლოგისტიკური ცენტრი, რაც პირდაპირ პასუხობს ფაშინიანის ეკონომიკურ ხედვებს. ნიკოლ ფაშინიანისთვის ეს ხელმოწერა იყო მისი სამშვიდობო დღის წესრიგის კულმინაცია. მიუხედავად შიდა კრიზისისა, მან დაამტკიცა, რომ პრაგმატული დათმობებით შესაძლებელია ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტირების მოპოვება და ევროპული მომავლისკენ კარის გაღება. ამ დღიდან სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობა დაიწყო. რეალობა, სადაც იარაღის ხმას, ვაჭრობის და განვითარების ხმა ანაცვლებს. ნიკოლ ფაშინიანსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიის დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე შიდა პოლიტიკური კონფლიქტია, რომელიც პიკს 2024-25 წლებში აღწევს. როდესაც ნიკოლ ფაშინიანმა საგარეო კურსის ცვლილება და აზერბაიჯანთან საზღვრების დელიმიტაცია დაიწყო, მას ყველაზე ძლიერი ოპონენტი არა პარლამენტში, არამედ სომხურ ეკლესიაში გამოუჩნდა. მისი მთავარი სამიზნე გახდა სომხური ეკლესიის იერარქია. კერძოდ, კათოლიკოსი გარეგინ მეორე, რომელსაც თავად ფაშინიანი მოიხსენიებს საერო სახელით, ქტიჩ ნერსისიანი. ფაშინიანი ეკლესიას ადანაშაულებდა იმაში, რომ ის წლების განმავლობაში ყარაბაღის კლანს, ქოჩარიანსა და სარკისიანს მათ ინტერესებს ემსახურებოდა და კორუმპირებული სისტემის ნაწილი იყო. თუმცა დაპირისპირება ღია კონფლიქტში გადაიზარდა არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის 2024 წელს გალსტანიანის დაკავებით. 2024 წელს სწორედ ის ჩაუდგა სათავეში საპროტესტო მოძრაობას ფაშინიანის წინააღმდეგ. გალსტანიანი, რომელიც ტავუშის ეპარქიის წინამძღოლი იყო, ფაშინიანს ადანაშაულებდა სომხური მიწების ჩაბარებაში და მოითხოვდა მის გადადგომას. საპროტესტო აქციების დროს დააპატიმრეს მოძრაობის რამდენიმე აქტიური წევრი და სასულიერო პირებთან დაახლოებული პირები. ფაშინიანმა გააუქმა ეკლესიის ზოგიერთი საგადასახადო შეღავათი და მოითხოვა, რომ საეკლესიო ქონება და შემოსავლები უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო. მან პირდაპირ თქვა, თუ ეკლესიას პოლიტიკა უნდა, მან გადასახადებიც უნდა გადაიხადოს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც წამოვიდეს. სომხეთის შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, სადაც ადგილობრივი ეკლესია ოპოზიციის მთავარ დასაყრდენად იქცა, ნიკოლ ფაშინიანმა მოულოდნელი და ძალიან ჭკვიანური სვლა გააკეთა. მან იცოდა, რომ ეკლესიასთან პირდაპირ ომი ხალხის რელიგიურ გზნობების გამო სახიფათო იყო. ამიტომ მან გამოსავალი ვატიკანში იპოვა. ნიკოლ ფაშინიანის ხშირი ვიზიტები ვატიკანში და მისი შეხვედრები რომის პაპ ფრანცისკესთან არ იყო მხოლოდ პროტოკოლური. ეს იყო პოლიტიკური სიგნალი. სომხეთი არ ტოვებს ქრისტიანულ ოჯახს, არამედ ის უბრუნდება მის დასავლურ ევროპულ ფესვებს. ვატიკანმა თავის მხრივ მხარი დაუჭირა ფაშინიანს. ფაშინიანის სამშვიდობო ინიციატივებს პაპმა ფრანცისკემ არაერთხელ მოუწოდა მხარეებს კავკასიაში შერიგებისკენ, რაც ფაშინიანისთვის უდიდესი მორალური ლეგიტიმაცია იყო. ადგილობრივი იერარქების კრიტიკის ფონზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მის პრემიერობისას. ამით პრემიერმა მოახერხა ადგილობრივი ეკლესიის მარგინალიზაცია. მან აჩვენა, რომ მსოფლიო ქრისტიანული ცენტრი მის მხარესაა და არა მათ მხარეს, ვინც ქუჩაში რადიკალურ პროტესტს გადაგებს. დღეს სომხეთში ეკლესია კვლავ ავტორიტეტული ინსტიტუტია, თუმცა პოლიტიკურ პროცესებზე მისი გავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი. და აქ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ უმნიშვნელოვანესი ფიგურა დონალდ ტრამპი. 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში მშვიდობის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ სომხეთი არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში. ტრამპი, რომელიც ყოველთვის პრაგმატულ ეკონომიკურ კავშირებს ანიჭებს უპირატესობას, ფაშინიანს ხედავს როგორც ლიდერს, რომელმაც შეძლო რეგიონის ეგრეთ წოდებული გახსნა. ტრამპის მხარდაჭერა ფაშინიანისთვის არის გარანტია იმისა, რომ სომხეთის უსაფრთხოება აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, რუსეთზე. დღეს 2026 წლის დასაწყისში სომხეთი უკვე ოფიციალურად დგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ბრიუსელში სომხეთის წევრობის განაცხადი განიხილება, როგორც დემოკრატიული გამარჯვება რთულ რეგიონში. ევროკავშირმა სომხეთის ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და უპრეცედენტო ფინანსური დახმარება გაუწია. მას ხშირად უწოდებენ ევროპულ მარშალის გეგმას სომხეთისთვის, რაც მოიცავს 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების საინვესტიციო პაკეტს. ახლა რას გულისხმობს ევროკავშირის დახმარება? გზებისა და ხიდების მშენებლობას, მეწამურის ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციას,
გრანტების მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ბევრ სხვა დახმარებას. თუმცა მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია ვიზა ლიბერალიზაციის დაწყებული პროცესი. და მალე სომხეთის მოქალაქეები შეძლებენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლ ფაშინიანმა შეძლო ის, რაც ბევრს ფანტასტიკად მიაჩნდა. მან გამოიყვანა ქვეყანა ჩიხიდან, მოაშორა ის რუსულ ორბიტას, დაამშვიდა ურთიერთობა მეზობლებთან და ვატიკანსა და ვაშინგტონის დახმარებით სომხეთს ევროპული მომავლის რეალური შანსი მისცა. ეს არის გზა, რომელიც ჟურნალისტის ზურგჩანთით დაიწყო და დღეს უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. მინდა დაუბრუნდეთ კითხვას, რომელიც სათაურშივე დავსვით, რა ძალა აქვს სიმართლეს? ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაგრამ პაშინიანის გზა გვასწავლის, რომ სიმართლეს აქვს ძალა, გარდაქმნას ჟურნალისტი რევოლუციონერად. რევოლუციონერი კი სახელმწიფო მოღვაწედ, რომელიც საკუთარი ერის მომავალს ცივილიზებულ სამყაროში ამკვიდრებს. 2025 წლის ვაშინგტონის შეთანხმება და ევროპული არჩევანი სწორედ ამ სიმართლის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს არის სიმართლე იმის შესახებ, რომ სომხეთს სჭირდება არა ილუზორული მოკავშირეები, არამედ რეალური მშვიდობა და სუვერენიტეტი.